ცხეთაში შიომღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზის მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია კი რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. აქციაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, სტუდენტებმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მინისტრებმა სტუდენტებთან და მოხალისეებთან ერთად სკვერის ტერიტორია და მისი მიმდებარე ტყის მასივი პოლიეთილენის ბოთლებისაგან და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაასუფთავეს. აქ ვინდა თუ ჩამოვა, ეგრევე რაც მოსავლელია და გასაკეთებელია აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. დაწყებული გვაქვს ჩვენ მუშაობა ბევრი კუთხით, ისევე როგორც დასუფთავების და გარემოს დაცვის თვალსაზრისით გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს ამაზე. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ჩვენ ცხეთის მუნიციპალიტეტს გამოვყავით რამდენიმე მილიონი ლარი, რომლითაც მან ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებზე უნდა ემუშაოს. ჩვენ არათუ მონაწილეობა გადაწყვეტეთ, ჩვენი ინიციატივით იყო ეს გამოცხადებული მთელი საქართველოს მასშტაბით დასუფთავების. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებით ვართ, რომ მივიღოთ ამაში მონაწილეობა, ისევე როგორც მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რადგან ჩვენი გარემო ის, რასაც უყურებთ, ის რომ დაბინძურებულია სხვადასხვანაირი საყოფაცხოვრებო ნარჩენით, ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის ქვეყნის სიყვარული და ეს არ არის ის, რასაც გვინდა რომ მივახციოთ. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას ჩაერთონ ამ აქციაში, მიიღონ აქტიურად მონაწილეობა და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი. ცხეთის მდებარე ტერიტორიას, რომელიც არის ტურისტული ადგილი და საკმაოდ პოპულარული, თუმცა ის განაგვიანებული გარემო, რა თქმა უნდა, ტურისტების თვალში და საერთაშორისო მედიის თუ დამკვირვებლების თვალშითაც გარკვეულწილად არასასიამოვნო მომენტი, ამიტომ ვცდილობთ, რომ მოვაწესრიგოთ, დავასუფთავოთ, მოვუწოდებთ მოქალაქეებსაც, რომ მოუარონ გარემოს და დაიცვან მაქსიმალურად. დასუფთავების აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა მინისტრმა დაუწყების თანამშრომლებმა სამინისტროს ეზოს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციაში ჩაერთო ძალიან ბევრი ორგანიზაცია და მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამისთვის. ფართომასშტაბიანი აქცია გამოვიდა, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩაერთონ თუ ჯერ კიდევ არ არიან ჩართულები ამ აქციაში და გამოვთქვა იმედი, რომ მომავალში უფრო აქტიურობა კიდევ მეტი იქნება და საბოლოოდ ეს გადაგვივა ადამიანებს ჩვევაში, რომ არ დავაბინძუროთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო. 5 ივნისი იყო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, ივნისზე გამოცხადებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მწვანე თვედ. შესაბამისად ჩვენ გადავწყვეტეთ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია ჩვენ სამინისტროში, ასე რომ გადავწყვეტეთ, რომ დღევანდელ ჩართულიყავით დასუფთავების აქციაში და ჩვენი თანამშრომლები მოვიდნენ და ვასუფთავებთ ჩვენს ეზოს. თავისთავად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას მიეცემათ ეს თემური ხასიათი და მომავალ წლებში გაგრძელდება ასეთი ღონისძიება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ჩვენი ჩართულობა. იმედია, რომ ეს ჩართულობა იქნება მრავალჯერადი. სრულად არის მოსული თითქმის მთელი სამინისტროს თანამშრომლები. გულით გარემოს, რაც ძალიან გვახარებს.